მოგესალმებით ყველას დიდი სიყვარულით. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ჩემი არხის გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, ასევე კომენტარებისთვის. მე ყველაფერს ვკითხულობ და შეძლებს დაგვარად, როცა მოგხსნით, რომ ყოველთვის ვპასუხობ. მინდა ესეთი გაშლა გავაკეთო, თხოვეს გამეკეთებინა გაშლა. რა მდგომარეობაშია ჩვენი კონკურენტი ადამიანი. მოდი ვნახოთ ჯერ რა ენერგიებში ხართ თქვენ, უფრო რომ მიხვდეთ თქვენთვის არის თუ არა ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? თქვენ შესაძლებელია იყოთ, ვიცით როგორ ენერგიებში. აი თითქოს თქვენი გზით მიდიხართ, მაგრამ არ იცით რა გელოდებათ წინ. რაღაცნაირად გაქვთ იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი თქვენს წინ არის, მაგრამ შესაძლებელია მაინც რაღაცნაირად გქონდეთ განცდა იმისა, რომ თითქოს მივდივარ ჩემი გზით, მაგრამ არ იცით წინ რა გელოდებათ. ასევე შესაძლებელია იყოთ არჩევანის წინაშე. ალბათ არის რაღაც საკითხი, რაც თქვენ უნდა გადაწყვეტოთ და თქვენ უნდა აირჩიოთ. ან მაგალითად თუ ეს ეხება ურთიერთობას, დარჩეთ ამ ადამიანთან თუ გააგრძელოთ ამ ადამიანის გარეშე ცხოვრება. ზოგიერთი შესაძლებელია იყოთ ასეთ ენერგიებში, რომ თქვენი საყვარელი ადამიანი ძალიან გიყვარდეთ და გენატრებოდეთ. ზოგიერთი შესაძლებელია იყოთ ესეთ ენერგიებში, აი თითქოს თქვენი ადამიანისგან ელოდებით საჩუქარს. ზოგიერთი პირიქით თქვენი ადამიანისგან კი არა, თითქოს სამყაროსგან ელოდებით, რომ რაღაც საჩუქარი უნდა მიიღოთ, რაღაც უნდა გაგიხარდეთ. შესაძლებელია გქონდეთ ესეთი განცდა, რომ რაღაც გინდათ, რომ გაგიხარდეთ ძალიან. მოდი ამას ვკითხავ. რა ენერგიებში არის თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი, ან თქვენი კონკურენტი ადამიანი, ვისაც თქვენ კონკურენტად თვლით? რა ენერგიებში არის თქვენი კონკურენტი ადამიანი? თქვენი კონკურენტი ადამიანი, მინდა გითხრათ, რომ ცოტა ისეთ სიტუაციაში გრძნობს თავს, აი ძალიან ბევრი ფიქრები აწუხებს, თითქოს ძალიან გადაღლილია, არ იცი სად წავიდეს, რა გააკეთოს, რა მოიმოქმედოს. ძალიან ბევრი ფიქრი აწუხებს მას. თითქოს გამოსავალს ვერ ხედავს. ზოგჯერ შესაძლებელია გქონდეს ესეთი განცდა, რომ არაფერზე არ ინერვიულოს, ყველაფერი უკან მოიტოვოს და თავის გზით წავიდეს. ანუ უნდოდეს ადამიანს, რომ ყველაფერი დატოვოს წარსულში და თვითონ მარტო გააგრძელოს გზა, თავისი ცხოვრების გზა მარტო გააგრძელოს. ზოგჯერ შესაძლებელია გქონდეს ისეთი განცდა, რომ გაექცეს ამ პრობლემებს, გაექცეს ამ ყველაფერს და წავიდეს თავის გზით ლაღად, მშვიდად და ბედნიერად. ზოგიერთთან შესაძლებელია უკვე გამოვლილი აქ ეს სიტუაცია და გადალახა ეს სირთულეები, გადალახა ეს ფიქრები. ანუ ემოციურადაც ძალიან დაღლილად გრძნობს თავს. ემოციურადაც რაღაცნაირად იცი როგორი შეგრძნება მოდის ამ არკანიდან. თითქოს ადამიანი თავს მარტო გრძნობს ადამიანი თავს. ზოგიერთ შესაძლებელია უკვე გამოვლილი გქონდეს ეს სიტუაცია და გამოსული იყოს უკვე ამ მდგომარეობიდან და ფიქრობდეს ახალგაზრდაზე წასვლას, რა მდგომარეობაშია თქვენი კონკურენტი ადამიანი ახლა. თქვენი კონკურენტი ადამიანი ახლა მაქსიმალურად ცდილობს, რომ ძალიან ბევრი აღარ იფიქროს და არ ინერვიულოს, მაქსიმალურად გონებით გათვალოს ყველაფერი, კარგად გაანალიზოს და შემდეგ ისე იმოქმედოს. შესაძლებელია ესეთი რაღაც, რომ ვინმე ადამიანისგან ელოდებოდეს დახმარებას. ზოგიერთ შესაძლებელია ელოდებოდეს ამ ადამიანისგან მოსვლას, მოქმედებას, დაბრუნებას. თუ წასულია ეს ადამიანი, ელოდება, რომ მასთან დაბრუნდეს და მას ეს ძალიან გაუხარდებოდა. ასევე ზოგიერთ შესაძლებელია
იყოს ესეთ ენერგიაში, რომ ფინანსებზე იყოს ორიენტირებული და თავის როგორ ვთქვა იცი, თავი გამოყავდეს იმ ნერვიულობიდან და იმ სიტუაციიდან, რომ სამსახურს უთმობდეს დროს, სხვა რამეს უთმობდეს დროს, ფინანსებს უთმობდეს თავის დროს და მაქსიმალურად ეცადოს, რომ გადალახოს ის ტკივილი და ის ემოცია, რაც მას ჰქონდა და რაც მას ანერვიულებდა. აი, ყველანაირად ცდილობს, რომ გადალახოს ეს სიტუაცია. ასე. კი. თუ მასთან არის ადამიანი და ახლა მის გვერდით არ არის და წასულია, ელოდება, როდის დაბრუნდება. და ელოდება, როდის შეივსება სიყვარულით და ემოციით. რაღაცნაირად თითქოს ზოგჯერ ღმერთსაც კითხავს დახმარებას, რომ ეს მისი ადამიანი ისევ მასთან დაბრუნდეს და ოჯახური სიტუაცია ჰქონდეს მასთან. აი თითქოს სიყვარულით შევსილად იგრძნოს თავი, ემოციურად შევსილად იგრძნოს თავი და შესაძლებელია იმ მომდი სიტყვები ვთქვა, რომ რა ბედნიერი ვიყავი მის გვერდით, როცა ერთად ვიყავით, აი რატომღაც ეს სიტყვები მოვიდა. ალბათ ვიღაცისთვის იყო ეს ინფორმაცია. პირველ რიგში გისურვებთ სიმშვიდეს, სიყვარულს და ბედნიერებას, ასევე ბალანსს, სულის ჰარმონიას.